პირველი არხი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში წარმოგიდგენთ. შემოდგომის ბოლოდან სასათბურო მეურნეობების სეზონი იწყება. როგორც ვიცი, აჭარაში ერთ-ერთი საუკეთესო სასათბურო მეურნეობაა, სადაც ბოსტნეული მოყავთ. ძალიან სარფიანი საქმეა. თავდაპირველად სოფელ გონიოში წავალთ. ტურისტული პოტენციით ცნობილ ამ სოფელში კარგია, რომ სასათბურო მეურნეობები ვითარდება. გამარჯობათ, ურზანდით. აქამშვიდობა, კეთილი იყო შემოგვიყვება. ასეამონო, გაგაცნობთ ახალ პროდუქციას, წარმოების პროცესს. რამდენი ხანია რაც ეს მეურნეობა? შარშან დავიწყეთ საფხულიდან, საექსპერიმენტო წარმოება, გარე პირობებში და შემდგომ, როდესაც დავინახეთ, რომ წარმატებულია ეს პროდუქცია, დავიწყეთ მშენებლობა სათბურების, რომელიც დავასრულეთ წელს იანვარში. სათბურები არის 4000 კვადრატულზე, 9 სათბური გვაქვს და კიდევ ვამატებთ ახლა მშენებლობის რეჟიმში ვართ კიდევ. სათბურები საკმაოდ მყარი კონსტრუქცია და უძლებს 100 კვადრატულ მეტრს. კი ბატონო, ყველაფერი ჩვენ გაკეთებულია, მამაჩმა დააპროექტა ეს ყველაფერი და საკმაოდ ეს ყველანაირი ტექნოლოგიები, რაც აქ შეიძლება ზოგიერთ ტექნოლოგიით უფრო მეტი ეფექტს ვიღებთ, მაგრამ არის ჩვენი გაკეთებული ყველაფერი და ახალი სათბურები, რომლებსაც ვაკეთებთ, ისიც საკმაოდ ეკონომიურად კეთდება, მაგრამ აქვს საკმაოდ მყარი კონსტრუქცია. თესლები საიდან შემოვიდნენ? თესლები ჩამოგვაქვს ერთად ამერიკიდან, იტალიიდან, ეხლა ვიწყებთ ჰოლანდიიდან კიდე საექსპერიმენტოდ ყოველთვის ვცდით ახალ და ახალ სახეობებს, რომელიც უფრო გამძლე იქნება აქაურ პირობებში, რომელიც მოეწონება ბაზარს, თუმცა არის ძირითადი სახეობები, რომლებიც ყოველთვის წარმოების პროცესში არის. თუმცა დღესდღეობით გვაქვს სალათის პროდუქცია დაახლოებით 12 სახეობა და აქედან 6-7 სახეობა ყოველთვის შეიძლება ზოგი შეიცვალოს, ზოგი ახალი დაემატოს და გაცნობის ისევ საექსპერიმენტო სტადიაში არის ბევრი სახეობები ასევე. ნუ მაგრამ ძირითადად ესე იგი სალათის ფურცელი. კი ბატონო, ძირითადად სალათია და ისეთი სახის ბოსტნეული, რომელიც საკმაოდ ახალია დაუშვათ ჩვენი ბაზრისთვის. ეხლა ვზდით ბროკოლის, არტიშოკს, სატაცურს, ჩერი პამიდორს, რუკოლას, ბაზილიკას და ბევრი საინტერესო პროდუქციას, რომლის ასორტიმენტიც ჩვენ კლიენტებს საკმაოდ ჭირდებათ. ბევრი იყენებს ამას, ზოგს არა აქვს და ელოდება ანუ ჩვენ პროდუქციას. რომ მოვიხმარო გიგი, ხო შეიძლება? თან კარგი ხელი მაქვს. ეს როგორც ვიცი 25 სანტიმეტრის დაშორებით უნდა იყოს, ხო? და 5 სანტიმეტრის სიღრმე. ეს ამაიტებს, რატომ აი დამაიც სალათის ფურცელი ესეთი დიდი რაოდენობით? საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს სალათის ფოთოლს. აქ დღესდღეობით საქართველოში არ არის იმ დონეზე განვითარებული კულტურა სალათის ჭამის, თუმცა ტენდენცია ძალიან კარგი არის ამის, რადგან ევროპაში და ამერიკაში და გინდა აზიაში ძალიან მიღებულია და ძალიან ყოველდღიურად იყენებს ხალხი ამ პროდუქციას. და აქაც კარგი ტენდენცია უბრალოდ ჭირდება ბაზარს, რომ კარგი დაფასებებით შეთავაზო, კარგი სახეობები შეთავაზო და ეს ყველაფერი ერთობლიობაში იმას მოიცავს, რომ ეს მოთხოვნა ჩვენ უყურებთ, რომ გაიზრდება ამ ბაზარზე. დღესდღეობით ის მოთხოვნა, რაც არის არსებული, საკმაოდ დიდია. ანუ ჩვენთვის, ჩვენ საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენ კლიენტს მივწვდეთ, კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ, მაღალი მომსახურების ხარისხი ჩამოვაყალიბოთ და საბოლოოდ მივიღოთ საკმაოდ ფასეული პროდუქცია ჩვენი კლიენტებისათვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგს, ეს არის ერთი არის წარმოების პროცესი, ხოლო მეორე არის გაყიდვის მხარე, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. არიან ფერმერები, ვინც ყავს ნანახი ძირითადში, ზოგმა იცის გაზრდა, მაგრამ არ იცის გაყიდვა, ან იცის გაყიდვა შეიძლება უჭირის გაზრდა და ეს ერთობლიობაში საკმაოდ საჭირო პროცესი არის. საკმაოდ დაწყება საერთოდ სასოფლო სამეურნეო ბიზნესის არ არის იოლი, საკმაოდ იმიტომ რომ ერთბაშად ვერ იღებ შენ შედეგს, თუმცა ამას ჭირდება ბევრი მუშაობა და სტაბილურად ზრდა, რომელიც საკმაოდ სტაბილურ შემოსავალს იძლევა საბოლოო ჯამში. როგორც ჩანს, ბაზარი კარგად აღებს შესწავლილი და კონკურენციის
საკითხი როგორ არის? დიდი ჩვენ- კონკურენციაა ჩვენს ბაზარზე. დღესდღეობით დიდი კონკურენცია არ არის. ჩვენ შეიძლება ითქვას პირველები ვართ დაუშვათ ჩვენ პროდუქციაში, თუმცა არიან მოხალისეები, შეიძლება იყვნენ კიდევაც ზოგი შეიძლება არ ვიცი ჩვენც რომლებსაც უნდა დაწყება, თუმცა მარკეტინგში ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავთ, რომ იმდონეზე ავითვისოთ ეს ბაზარი, რომ სხვას გაუჭირდეს შემოსვლა. ამ საქმეშიც რომ მოგეხმარო, ხო შეიძლება? ბატონო, თქვენ შეიძლება დარჩეთ აქ, ცოტა ხანი. ხელფას არ მოგთ, ხო? ეგეთ თამაზის კითხეთ. თამას. ამიხსენი აბა ერთი. პრინციპი. დავთებ. გაზი. ფიჩარები ქართულია. დიდი მადლობა თამას. მე აქედან წავა სანამ ეს საქმე წაგართვი ხა შენ. დიდი გაიგეთ. ამ სათქურში უკვე მუჩილება გვაქვს გამოყენებული და წვეთოვანი მორწყვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ ეფექტურად შევებრძოლოთ სარეველას და უფრო მაღალხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ, რადგან თითოეულ ნერგთან მიდის თავისი წყალი, თავისი დოზები. ამას ქვია მულჩაფერი, ამ შავ ცელოფანს რასაც ხედავთ, რომელიც ეხმარება პროდუქციას, რომ სარეველასგან დაიცვას, აგრეთვე სითბო შეინარჩუნოს. ჩვენ ეს მულჩაფერი გვაქვს ხელით დახვრეტილი, აქ შუაში გადის შლანგი, რომელსაც წვეთოვნად მიეწოდება წყალი, ეს წყალით ჩამოდის თვითინებით აქ და ყოველ მოსავლის აღების შემდეგ ჩვენ სპეციალური დრელით ამ ადგილს ვხვრიტავთ, ისე ვამატებთ მიწას და გავთ ისე ახალ პროდუქციას. ეს როგორც ვიცი ახლა ტექნიკური მხარეს რო იყიდო, ძალიან ძვირი დაგიждდებოდა და როგორც ვატყობ, შენი ხელითაა გაკეთებული ყველაფერი. საიდან ამდენი ცოდნა? აი მაინტერესებს. ეს ჩვენთან დაუშვათ ლიტერატურას ინტერნეტით მოიძიეთ, ისე საკმაოდ გაგვიჭირდა გამოცდილების ხარჯი, პირველი ცოტა ცუდი იყო, მეორე უფრო კარგი და ასე შემდეგ დაუხვეწა ჩვენი ტექნოლოგია, რადგან რო იყიდო, უკვე მზა ყველაფერი საკმაოდ ძვირდება, ამიტომ შლანგის დახვრეტიდან დაწყებული ეს ამის გამზადება და ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, საკმაოდ უფრო ეფექტური აღმოჩნდა, იგივე შედეგი მივიღეთ და უფრო იაფი დაგვიჭირდა, რაც თავარი. აქ ბიჭები რაც პატარა ფოთლებია დარჩენილი, იმასაც იღებენ, რომ საბოლოოდ უკვე გაიწმინდოს თლიანად. გაფართოებას არ აპირებ? გაფართოების ერთ-ერთი გზა ასევე არის მთავრობის ხარდაჭერა. მთავრობა შეგვირდა, რომ მიწისნაკვეთებს გადმოგცემს და ჯერჯერობით ეს პროცესები მიდის და ველოდებით, რაზეც საკმაოდ საინტერესო პროექტი გვექნება იმ მიწისნაკვეთის განვითარებაზე, შეიძლება ბიოსაწარმო გავალვითაროთ ან ესეთი ტიპის რაღაც. ამის გარდა ასევე ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა დავიწყეთ. ასოციაციას ვაყალიბებთ ფერმერებთან ერთად და ვიქნებით ერთგვარი დისტრიბუტორი კომპანიის ვარიანტშიც, ჩვენ მივცემთ ნერგებს ფერმერებს და ისინი გაზრდიან პროდუქციას, შემდგომ შევისყიდით ამას ყველაფერს და რეალიზაციის პრობლემას მოვხსნით ამ პროდუქციაზე. ეს ჩვენი სანერგია, გამარჯობა. პარტნიორი. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ნახეთ. როგორც ჩანს ჰიდროპონიკასაც ნერგავთ. კი ბატონო, ეს ექსპერიმენტს ვატარებთ ახლა. შეგვიძლია გაჩვენოთ ჩვენს მიერ შეიძლება ითქვას პუსტარულად დამზადებული, მაგრამ ექსპერიმენტმა გაამართლა. ანუ ხედავთ როგორი ფესვთა სისტემა გაუნვითარდა წყალში და როგორი ნაყოფია, ანუ დაავადება საერთოდ არ აქვს და უფრო ჯანმრთელი ნერგები გამოდის. აი ნახეთ. მაუცებთ ახლა ფესვთა სისტემა. საერთოდ როგორც ვიცით, ჰიდროპონიკის იდეა არის ის, რომ მიწასთან შეხების გარეშე ნებისმიერი ბოსტნეული გავზარდოთ წყალზე, ანუ მივაწოდოთ ის კომპონენტები და ის შემადგენლობა ვიტამინების, რაც ჭირდება თვითონ მცენარეს. და შედეგადაც მივიღებთ გაცილებით უფრო ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქციას. ეს არის გამზადებული ჩითილი, სპეციალურად დამუშავებული და გამზადებული მიწასა და სასუქს შორის ნაზავია. ეს არის პლასტიკი,
რიდანაც ვამზადებთ ამ პლასტიკს ვიღებთ ჭრით, ესე აქედან შეიძლება რომ ნახოთ ამ კუბიკის ზომაზე, შემდეგ ამ კუბიკს ვაყენებთ აქანე და ვაწყობთ პირდაპირ წყალზე, ანუ ჰიდროპონიკაზე. ეს საცდელი ვარიანტია. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ ხელოვნურად აუზების შექმნას და ამ აუზებზე ჰიდროპონიკის განვითარებას. ანუ ამას დაჭირდება რაც შეიძლება ნაკლები თანხები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მომგებიანი გავხადოთ აგრობიზნესი. გამოცდილების მიმართ თქვენი წურვილი დანადგარებშიაც გამოიხატება, ხო? კი ბატონო, ესეც ერთ-ერთი ექსპერიმენტია. ეს ჩამოვიტანეთ ამერიკიდან პირველად და საკმაოდ მომგებიანი დარჩა ამით მუშაობა. ამის შემდეგ ამერიკულის ანალოგად შევქმნით უკვე შეიძლება ითქვას ქართული პროდუქტი. ეს არის გაცილებით უფრო დიდი ზომის კუბი. ეს ხელსაწყო აკეთებს ამ ზომის კუბს, სადაც ითესება თესლი, გამოდის ჩითილი. შემდეგ უკვე ქართული, ანუ ჩვენს მიერ გაკეთებული ზომით სამჯერ უფრო დიდი კუბში გადაგვაქვს პატარა კუბი, რითაც ჩვენ ვიგებთ დროის ციკლს. ანუ შეგვიძლია ნერგი საჩითილეში გავზარდოთ უფრო დიდხანს, სანამ გადავიტანთ უკვე მიწაზე ან ჰიდროპონიკაზე. ამით შეგვიძლია ერთიორად გავზარდოთ მთელი წარმოება იგივე ფართობზე, რაზეც დღეს გვაქვს. ანუ არსებული ფართობი გავზარდოთ ორჯერ სულ რაღაც მარტივი ხელსაწყოთი. აი ეს არის უკვე ჩვენს მიერ დამზადებული ხელსაწყოდან გაკეთებული კუბი, სადაც შეუძლია მცენარემ რომ უფრო დიდხანს გასტანოს საჩითილე ვარიანტში. გათბობის ხრივ გათბობა ის სახეობ ჩვენ სპეციალურად ის სახეობებს ვარჩევთ, რომლებსაც არ უჭირს ზამთარში და პირიქით უფრო მაღალხარისხიანი პროდუქცია იზრდება ზამთრის ნებისმიერ დროს. მოსავლის აღების სიხშირე როგორია სეზონში? მოსავლის აღება ახლა ჩვენ გვაქვს ტერიტორია დაყოფილი ციკლებად, ანუ მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე გვაქვს პროდუქცია, მაგრამ თვითონ ციკლი ამ პროდუქციაზე არის 4 თვიანი დათესვიდან, მაგრამ მიწაში გადატანიდან 3 თვეზე უკვე პროდუქცია არის მზად. ანუ 4ჯერ შეიძლება რომ სავეგეტაციო პერიოდში მოვასწროთ პროდუქციის აღებას. ანუ 4 სეზონს ვმუშაობთ მთელი წლის განმავლობაში. რამდენი წლის ხარ გიო? 26 წლის ვარ, მეც და ჩემი პარტნიორი გიორგიც. ერთმა ხელი მოგიმართოთ. დიდი მადლობა. თქვენც ასევე წარმატებებს გისურვებთ. თქვენთან ურთიერთობით. გაიხარით. ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პატრიოტების სასათბურე მეურნეობის შემდეგ ეხლა წავიდეთ მეორე სასათბურე მეურნეობაში, რომელიც არის სოფელ სალიბაოში, სადაც დიდი ინვესტიციები განხორციელდა. დილამშვიდობის. კალმარჯოს ნაცო. მამუკა სასიამოვნო ორძალის დეზინფექცია. დიახ. აუცილებელია. აქაც უნდა გავიაროთ დეზინფექცია. ვაუ. სასიამოვნოდ განპირობებული ვარ. ეს ნოვაციები და ტექნოლოგიური პროგრესი რო აქ აისახება ჩემს სამშობლოში. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მიგვეთ აი განვითარების გზას, რასაც სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია ქვია. შესაბამისად, უკვე თანამედროვე სოფლიოში აპრობირებულია ყველგან ჰიდროპონიკური სასათბურე მეურნეობების გამოყენება, რაც თავის თავში ძირითადად გულისხმობს იმას, რომ ნიადაგი შეცვლილია სპეციალური სუბსტრატის სახით. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოყენებული გვაქვს დაქვეული ქოქოსის ქერქი, რომელიც მე მინდა გითხრათ, რომ არის საკმაოდ აპრობირებული სუბსტრატი და სპეციალური პატარა მილების საშუალებით ჩვენ მას ვაწვდით წყალში გახსნილ საკვებ ელემენტებს. წვეთოვანი სისტემით, წვეთოვანი სისტემით, რაც მე მინდა გითხრათ, მთლიანად კომპიუტერიზირებულია. ჰიდროპონიკა ეს ბერძნული სიტყვა, ჰიდროს ნიშნავს წყალს და პონიკა მუშაობას, რაც არის ძალიან საინტერესო, პირველად გამოყენებული იქნა ამერიკაში 1929 წელს ჯერ კიდევ. და მითი იმის შესახებ, რომ ყოველ შემთხვევაში აი ასეთ პირობებში გამოყვანილი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია არ შეიძლება შეესაბამებოდეს ეკოლოგიურ სტანდარტებს, მე ვფიქრობ, რომ თავისუფლად შეგვიძლია დავამსხვრიოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შექმნილია ძალიან დიდი კონტროლის სისტემა. როგორც სასუქების გამოყენებასთან დაკავშირებით, წყვის რეჟიმთან, ტემპერატურის, აერაციის პირობების
თან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიდროპონიკური სასათბურე მეურნეობა საშუალებას იძლევა მცენარების რაციონალური გაადგილებისათვის, რაც თავისთავში გულისხმობს მცენარეთა სიხშირის გაზრდას. აქვს რამდენიმე უპირატესობა ნიადაგთან მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის პირველ რიგში ნაკლები დანახარჯები, როგორც შრომითი, ასევე ეკონომიკური სარეველებთან ბრძოლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ნიადაგს აუცილებლად ჭირდება ყოველთვის დეზინფექცია, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. იქნება განათების უკეთესი რეჟიმი, რაც ძირითადად განპირობებულია, როგორც ხედავთ, აქ ძირს გვაქვს ჩვენ თეთრი ბრეზენტი. როგორც ვიცით, თეთრი ფერი აირეკლავს სხივებს და იქნება განათების უკეთესი რეჟიმი. გარდა ამისა, როგორც ამბობენ და ჩვენც პრაქტიკაში დავამტკიცეთ გასულ წელს, რომ ჰიდროპონიკური მეთოდით სასათბურე მეურნეობაში, კონკრეტულად პამიდორის შემთხვევაში, მოსავლიანობა იზრდება 30-35%-ით. და შეიძლება უფრო მეტითაც, თუ სწორ ორგანიზაციას და სწორ ყვებას გაუკეთებთ მცენარეს. აქ ამ პროექტისას ხო, ეს არის ბომბუსის ფუტკრები, რომელიც გამოიყენება დამწერვისათვის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა როგორ მუშაობს ჩვენი ფუტკარი მაგალითისთვის. აი ნახეთ, უკვე მოსულია ფუტკარი და თავის საქმე გაკეთებული აქვს, როგორც ხედავთ. როდესაც ყვავილის ეს შიდა ნაწილი ყავისფერ შეფერილობას ღებულობს, ამ შემთხვევაში ფუტკარის უკვე ნამუშევარი აქვს. საკმაოდ შრომელი ფუტკრები არიან, მე მინდა გითხრათ. და ამასთან ერთად ადამიანებთან კონფლიქტი არ აქვს ხოლმე. არჩენ არ აქვს შრომას ეთყობა ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ძირითადი ჯიში აქ მაინც ბანდიტაა. ერთი სიტყვით ბანდიტამ ბანდიტურად დაიპყო თქვენი სასათბურე მეურნეობა. მოკლედ სადავეები აქვს ხელში ჩაგდებული, მთელს ტერიტორიაზე განთავსებულია ძირითადად ბანდიტა, რომელმაც შარშან კარგი შედეგი გვიჩვენა, მაგრამ საცდელად გვაქვს რამდენიმე. ალთესი გვაქვს შემოტანილი ახალი სახელწოდებით, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გვაქვს, ჩვენება მინდა, ეს არის კუმატოს ჯიშის პამიდორი. ყავისფერია. ყავისფერი პამიდორი. თავისი ორიგინალური ფერით, შოკოლადს ეძახიან, სხვათა შორის ძალიან კარგი გემური თავისებურებებით გამოირჩევა. ბოლო დროისათვის აღმოჩენილი იქნა სპეციალური ნივთიერება, მაგაში ლიკოპენი, რომელიც როგორც ონკოლოგიური დაავადებებისთვის არის კარგია. და ნახოთ როგორი მიიღებს მას ქართველი მომხმარებელი და შესაბამისად გადავწყვიტავთ შევცვალოთ თუ არა. ეს შეახლოვება ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება გადახურვის სისტემას, გამოყენებულია სპეციალური სასათბურე ფირი, ცელოფანის, ეგრეთ წოდებული ცელოფანი. ამ შემთხვევაში ყველაზე აპრობირებულია პირველ რიგში ეს არის იაფი, მას აქვს 3-5 წელი ვარგისიანობის, მასზე მოხვედრილი ულტრაისფერის სხივები ვერ აღწევს მავნეს სხივების სათბურში. მას აქვს სინათლის განბნევის უნარი, რის შედეგადაც იქნება უკეთესი განათებულება სათბურში. ანუ პირდაპირ არ მოქმედებს სცენარეზე სხივები და არ აყენებს სტრესულ სიტუაციაში მას. გათბობის სისტემა როგორ არის? აი, გათბობის სისტემას რაც შეეხება, სპეციალური მილები გვაქვს, რომელიც მიერთებულია საქვაბეზე, ვიყენებთ გასათბობად ქვანახშირს, როგორც ვიცით, კილოკალორიების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიული გათბობის საშუალებაა ქვანახშირი. ცხელი წყალის საშუალებით ხდება ამ მილების გათბობა, რის შედეგადაც ღებულობთ სასურველ ტემპერატურას და კლიმატურ პირობებს სათბურის ფარგლებში. გარდა ამისა, ეს ასრულებს სატრანსპორტო საშუალებას სპეციალური ელექტრომანქანებისათვის. ანუ გათბობის სისტემის მილებს ვიყენებთ? გათბობის სისტემის მილებს ვიყენებთ გზად. და შეგიძლია მობრძანდეთ, გაჩვენოთ როგორ შეიძლება ამით გადაადგილება და სამუშაო პროცესების შესრულება. ამ შემთხვევაში ყველაფერი კომფორტული ხდება, ხო? და ადვილად შესაძლებელი სამუშაო ოპერაციების თვალსაზრისით 10 მეტრამდე იზრდება ეს პომიდორის ჯიში თვითონ. და იმისათვის, რომ ჩვენს მუშახელს გარკვეული დისკომფორტი არ შეეშვა, თვითონ ფართიც არა ისეთი, რომ 10 მეტრამდე გაუშვა ესე ვენახივით, ხო? შეუძლებელია ფაქტიურად, ხო დამეთანხმები ამაში და შესაბამისად პერმანენტულად აი კვირაში ერთჯერ, როდესაც შევხედავთ სცენარემ გარკვეული ზრდას მიაღწია მუშახელისათვის მიუწვდომელია, აუცილებლად ვაკეთებთ მის ჩამოშვებას. რაც შემიძლია გაჩვენო, ეხლა როგორ ხერხდება, აი მაგალითისთვის მე თვითონ აგრონომი ვარ, მოვედი შევამოწმე, ნახე რომ უკვე ნამხრევების აღება, ნაყოფების გაკრეჭა ვეღარ ხორციელდება, შესაბამისად ვღებულობ გადაწყვეტილებას, რომ დავუშვოთ შედარებით დაბალზე პამიდორი, რომ ლიფტივით კომფორტული, ძალიან კომფორტული საშუალებაა. თანაც სასიამოვნოა კიდე გადახედვა.
ესე ვებულობთ სცენარეს, თქვენ შეგიძლია გააკეთოთ, ნახეთ. და მოუშვათ რამდენიმე სანტიმეტრი. ახლა დავტოვოთ მე მგონი კარგ სიმაღლეზე იყო. ხო. ესე დავუშვებთ, რაც იქნება მუშახელისათვის ხელმისაწვდომი. რაციონალურად ვიყენებთ ესე იგი ყველაფერს, ხო? ტერიტორიიდან დაწეული. ტერიტორიას, განათებას, მოკლედ ყველაფერს აბსოლუტურად. რამდენ ჰექტარზეა გაშენებული? ფართობი არის 3 ჰექტარ ნახევარი. მცენარეთა გაადგილება ძალიან ინტენსიურია, სიხშირე, შესაბამისად ვიდრე ღია გრუნტში აქ უფრო მეტი მცენარეების რაოდენობა გვაქვს. რამდენია ინვესტიცია ჩადებული? ინვესტიცია არის 6 მილიონ დოლარის ფარგლებში. კონსტრუქციები არის ჰოლანდიური, დამზადებული არის თურქეთში. სარწყავის სისტემა არის ისრაელის ტექნოლოგიებით გამოყენებული. ენერგიის შემოტანა ხდება თურქეთიდან. ჯერჯერობით წარმოება ახალად დაწყებული გვაქვს და საკუთარი სანერგე მეურნეობა არ გაგვაჩნია, შესაბამისად ერთი ენერგიის ფასი სადღაც 60 თეთრის ფარგლებში ჯდება. იქედან შემოტანა. შემდგომში გააჩნია როგორ გაფართოვდება კომპანია, როგორი მენეჯმენტი იქნება, ამაზეა დამოკიდებული, იმედია წარმატებული იქნება, შესაბამისად შევეცდებით რომ გავაკეთოთ. ბაზრის რამდენ პროცენტს მოიცავთ დაახლოებით? საქართველოს ბაზრი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ამბობენ 200 ჰექტარი სასათბურე მეურნეობა ფართი არის საჭირო, რომ დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზარი. და ეს არის მხოლოდ ჯერჯერობით 3 ჰექტარ ნახევარი. ეს სხვა მონაცემები საქართველოს სასათბურე მეურნეობის შესახებ არ ვიცი, მაგრამ პერსპექტივაში შეიძლება რომ გაფართოვდეს აღნიშნული სასათბურე მეურნეობის ფართობი აუცილებლად და სყიდველებს რაც შეეხება არიან ადგილობრივებიც ხშირ შემთხვევაში გაგვაქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ უკრაინაში, ბელორუსიაში. ამჟამად მაგალითად ეს მოსავალი მიდის აზერბაიჯანში. მოკლედ ძალიან პერსპექტიული და სარფიანი საქმეა როგორც ჩანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ვაწარმოოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქცია, რომელიც მიიზიდავს პირველს. ანუ ადამიანი, რომელიც სუპერმარკეტი იქნება, ნებისმიერი სასოფლო სამეურნეო ბაზარი შევევა და შეიძენ ჩვენს პროდუქციას, მას უნდა გაუჩნდეს იმის სურვილი, რომ შეიძინოს ის მეორედ. ჩვენ სხვა შემთხვევაში სხვანაირად არ გვაწყობს, რო ვიტყვია. ღია გრუნტზე რამდენი ჰექტარი გაქვთ ღია გრუნტზე სადაც ღია მოყავთ? გრუნტი გვაქვს 1.2 ჰექტარის ფარგლებში და მოყავს ახლა სალათის ფურცლები. ეს არის პირველი მცდელობა, ჯერ არ ვიცით როგორი მიიღებს მას ბაზარი და ნახოთ მომავალში რა იქნება ყოველ შემთხვევაში. აი მე ვიყავი 25-26 წლის ბიჭები იყვნენ, პარკში დაბადებული გაზრდილი კაცი გონიოშია და სასათბურე მეურნეობა აქვს, რასაც არ ვიცი, ორივე ხელით მივესალმები და აღმართოვან ამ ფაქტმა და ძალიან კარგი. სხვათა შორის იმათაც ჰიდროპონიკის საშუალებით ცდილობენ ახლა რაღაც ინოვაციას ნერგავენ, მაგრამ გაცილებით ნაკლებით ახლის საშუალებით და კუსტალური მეთოდებით, თავისი გამოგონებებით, თავისი რაღაც მონდომების ხარჯზე, მაგრამ აი სალათის ფურცელი აქვს და საკმაოდ კარგი რეზულტატი აქვს. მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ჰიდროპონიკებს რაც შეეხება, ეს არის შემოტანილი ინდოეთიდან, შრი-ლანკიდან. შეიძლება ადგილზეც მისი წარმოება, დაქვეული ქოქოსი, აი ეს უსაშველობა არ არის, არის სხვა რამე, წიწოვანთა ქერქი, შეიძლება ნახერხი გამოყენებული იქნას, ქვიშა და ასე შემდეგ. მთავარი არის რამდენიმე მოთხოვნა, რაც უნდა კონდეს სუბსტრატს, რომელიც გამოყენებულია ჰიდროპონიკში. არ უნდა ხსნიდეს ძლიერ ხსნარის რეაქციას, არ უნდა შეიცავდეს სარეველებსა და მავნებელთა თესლებს, მიკროორგანიზმებს, რაღაც ისეთ ორგანიზმებს, რომელიც ხელსაყრელი არ არის მცენარის ფესვთა სისტემისათვის და გარდა ამისა, ყველაზე სასურველი არის ის, რომ მას ახასიათებდეს ძალიან მაღალი ფორიანობა. რადგან ჰიდროპონიკმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ აი მაგალითად გაჩვენებთ კიდევ ერთხელ ჩავურმავდეთ. ძალიან საინტერესო თემაა თვითონ მეც ახლა სტუდენტობიდან პირდაპირ აქ მომედი, ვსწავლობ ბევრ რამეს, ახლა ბევრი რამეც გამეგებოდა, მაგრამ პრაქტიკაში უფრო მეც ვიძენ ხოლმე. პრაქტიკაში ვსწავლობთ სულ ყველა. ძირითადად. ანუ ამან უნდა შექმნას მაქსიმალური ჰაერაციის პირობები შიგნით, სითბოს რეჟიმი ფესვთა სისტემისათვის, რომ შემდგომ მოხდეს მცენარის უკეთესი განვითარება. ანუ ის პროცენტები 30%-ით და 35%-ით რო შეიძლება მეტი მოსავლის მიღება გამოწვეულია ეს სწორედ ფესვთა სისტემიდან იწყება მისი კომფორტული მდგომარეობა, შემდგომ გადადის მცენარეზე თავისთავად. ასეთი მცენარე არის დაავადებებისადმი, მავნებლებისადმი მედეგი და ვეუბნებთ უკეთესი ხარისხის მოსავალს. სეზონზე რამდენია მოსავლის? რამდენჯერ ხდება? ანუ მოსავლიანობა დამოკიდებულია მცენარეთა ჩარევის ქირურგიულ მეთოდს ვიყენებთ, ანუ გასხლა რაც მდგომარეობს.
ყოველ ერთ კვირაში, ანუ საშუალოდ აი ერთ სალ ნაყოფს სჭირდება დღე-ნახევარი დამწიფებისათვის. შესაბამისად 7 დღის შემდგომ სრულიად ნაყოფი ერთი მტევანი დამწიფებულია ამ შემთხვევაში და ყოველ 7 დღეში, 8 დღეში ხდება მოსავლის აღება ჩვეულებრივად. ძალიან ერთდროული თანაბარ რეჟიმში ხდება მცენარეთა ნაყოფების დამწიფება ამ შემთხვევაში. ერთი მცენარისაგან ჩვენ ვაპირებთ რომ მივიღოთ 25-დან 30 კილოგრამამდე მოსავალი. ანუ მთლიანად ფართობზე დაახლოებით 1000 ტონა მაქსიმუმ. უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. აბა ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მადლობთ. კარგად სამდევოდით.